ვიპოვეთ კოლბები ჩვენი მეგობრებო, თუ დააკვირდებით, თლიანი ოთახი გამოცვლია, აი ასეთი, მიდიხ დავატყოთ ახლა გავკეთე, ხო? აი, შეხედეთ, ეს კოლბები. რა გაინტერესებს? ეხლა აი ამ ბანკაში აშკარად რაღაცა რბილი საგანი დევს. იმედად გადაწყვეტილება რომ ბანკა გავტეხოთ, ვინაიდან არ ჩანს იმდენად ჭრიანია. ვიცით რომ ადამიანის ორგანოები უნდა ყოფილიყო პროდუქტურაში. აქ 0 სართულზე. თაროებზე უნდა ყოფილიყო ბანკები გამაგებული. თაროები რა თქმა უნდა აღარა. და ბანკა ვიპოვეთ. და საკმაოდ რბილი საგანი გდია ამ ბანკაში, აი გამოდია საუბარი. აი ჩანს კიდე ჩავთ, მოდით. აი და ჩანს. ეხლა ამ ბანკას გავტეხავთ და გამოჩნდება რა არის უკვე შიგნით. ნამდვილად რაღაცას გავს. თუმცა დაშლილია უკვე. არაფერი, უბრალოდ ჭუჭი, რომელიც ბანკის ძის იყო მოგროვებული. შენელი. და ის ჭუჭი ეს გალექები ჭუჭი. ბამასო, ანუ პირდაპირ ვთქვათ, ვიცით ეს შესაძლოა რაღაცა უიღო ბანკაში ყოფილი იყო. უბრალოდ ჩვენ არ არის ნამდვილად იმიტომ სენატ ბიოლოგიური ინჟინერია და აქ გენომის და გენის ფონდის კვლევა პირდაპირ Android. Voltaria. და ისმერის გაქრა რაც იყო აქ ვიყავით. გაგაცნობ. ალბათ ნანა საქმე. სპირალია, ხეთ მოდით მე.
სამხედრო შექმნა. სამხედროების შექმნა ვიყო ეს. სამხედრო ჰოსპიტალში რა იყო? აჰა, რაღაც პრობლემები შემოგვიყვება. აქტივობა მბრუნდენ ნოლია. არანაირი აქტივობას არ აქვს ადგილი. ისეთ ფიქრებს უნდა რაც იყოს ვეძიობთ. შეღებილი პენჯრები. ჰოსპიტალია. ზუსტად დავაგირეთ რეგულარულად რონალდოს ჰოსპიტალია. საშუალო ის კარდიოლოგიური სამყარო მესამეზე. კარდიოლოგიური სამყარო. გონი მესამეზე. ხო, კარდიოლოგიური. Aga tavsiye edeceğim ya. Ama konuşma tamamlamış. Bugün nasıl var? Zaten ya iyi. Main sasulueli ya, sasulueli. Kaçarıyor? Tema 10. Pamit opit. ხო, აქაც სადღაც ამბობს ისა. აი ყოლბოჩი. აი. ეს საუნდტროფებში პარკეტის დაგება. ხო, შემიძლია თუ პარკეტიებია, ვიცით, კომუნიკაციების დონეზე ნაგებობებში, მაგრამ იმიტომ თანამედროვე შენობებში, რომელიც ვიცით, რაღაც ნაყოფი ის უკვე მეტყვაფია. Videoyu karat იპოვეთ. Მეორე საფუძვლის ქვეშ უნდა. აი. აი. Yeah. I'm going to do the translation that I was going to find out. It's almost something that I was Maulus, alles Monster, wie du willst. Bunu da öyle.
მეგობრებო, რა თქმა უნდა დავდივართ დოკუმენტაციასაც ვეძებთ ჩვენ. იმისათვის რომ უცნობი ობიექტია და ცნობები არ არის და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად საცნობს ვხდით, იქიდან გამომდინარე რომ ნებისმიერ ხელთ ჩასაჯეთ ვაშუქებთ. აი კიდევ ერთი დამამტკიცებელი დოკუმენტაცია, რომ ჩვენ ახლა ჰოსპიტალში ვიყავით. წერია საზოგადოებათა ჯვარი ჩანს, წითელი ჯვარი, ტრიანია მაგრამ. ტრიანია ძალიან. არ ჩანს ჯვარი? დაწია ისა. კი, ჩანს. ჩანს ხო? ესე ხო? კი. დაწერია საზოგადოებათა აქტივის მონაწილეობა საწარმოო ტრამპმატიზმის პროფილაქტიკა. ხო, კი ბატონო. გამოვიდეთ ისე პირველ საფუძვლზე. აკადემიკა ისიც შეწყდა ამ დროისთვის და ამ დროისთვის კამერა არის 38%-ზე. მოდი მასშტაბი დაჩვენ გავიგეთ. ერთი რამე კიდე. ეხლა ამ დროს, როდესაც საერთოდ სიჩუმეა 0-0 აქტივობა დირექტორების დუმს, ამ დროს ეგეფის გამოყენება ძალიან დიდი სისულელი არის, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე ვიცით პარანორმალი, რასაც ვაკეთებთ და კითხვები რომ ჰოსპიტალში გამოგვეყენებინა თქვათ ეგეფი, რა თქმა უნდა დაუშვებელია ყველა ვარიანტში. იმიტომ რომ ეტაპი დეტექტორი მაინც უნდა გადაალახოს მოძრავმა რაიმე პარანორმალურმა ძალამ. ამ შემთხვევაში დეტექტორიდან ეგეფამდე ვერ გავაცხადე. ეგეფი არის რომ ბოლოს არის. ვიტალენ ისო ახლა. Noi vogliamo fare Pavada Oliver, orada pandemiz. Orada tabii tam prenses var. Otuz zantaşı. O pavada sizin şeyler çalın. ძალიან დასაკვირია ის ყველაფერი იხა შუაღამის რაც ხდება ძალიან დასაკვირია ის ხმებიც კი დაიგარგა რაც ჩავწერეთ ჯერ კიდევ ადრეულ საათებში სანამ 12 გახდებოდა მანამდე ეს იყო ზედაპირული დათვალიერება და მაშინ რაც გადავიღეთ გაცილებით უფრო დიდი იყო აქტივობა ვიდრე შუაღამია რაც ხდება იმას ვიღებთ პარანორმალი მეგობრებო ჩვენ არ გავუვიღოთ სირთულეებს მაგრამ შენობა ამ დრო მედი საშუალებას ნამდვილად დარიძლევა და ჩვენ ვალდებულები ვართ ის სიმართლე გადავიღოთ თქვენ გაჩვენოთ რაც არსებობს
ძალიან უცნაური, საერთოდ აღარ ვიყავ. ამ კორიდორში იყო, როდესაც ჩერდებოდა ფეხის ნაბიჯებზე. მიკროფონი ზოგადად ახალშობილი ძალიან ყოველი შაბათი. ერთი ასე მომიდეთ ახში. დარბაზი ხო არის დიდი ტერიტორია. ახლა დარბაზის შესასვლელიდან გადავიღოთ მთლიანი ტერიტორია დარბაზის. და ნახოთ. თუმცა მიზეზი მაგის არ აქვს. ჩვენ კარგია. ჩვენ ძალიან დიდი დარბაზია, 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 ძალიან დიდი სივრცეა. შემთხვევითი კადრებით მუშაობს მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა იქ აკადემიკამდე რო არ ვიაროთ და ასე შემდეგ, რამოდენიმე ფოტოს გადავიღებთ და შესაძლოა შემთხვევითი კადრი აღმოჩნდეს უკვე გადამწყვეტი იმაში, რომ გამოსახულება დაფიქსირდეს შენობაში. რა თქმა უნდა, ეგეც ვიცით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დეტექტორები ნამდვილად უტყუარენ და 100%-ით დუმან, ეგ იმას ნიშნავს, რომ შენობაში ნამდვილად ამ დროისთვის აბსოლუტური სიმშვიდეა და გარდა ასტრალური ზონისა ზემოთ და ისიც პასიურია, მაშინ არ შეინიშნება მოძრაობები და სულის აქტივობები. სხვა არაფერი არ არის. აი ამ დეტექტორს ვეძებთ. Так. ასე შევყავთ ქარს შეცდომაში. აი ხედავთ ხო იმ ციფრულ გამოსხივებას. ეს ინფრაწითელი კი არ არის, მეგობრებო, ინფრაწითელი აქვს ხელოსნობა. უბრალოდ ეს არის ციფრული გამოსხივება და ციფრულ ფონზე სურათის გადაღება და გამოსახულების გამოტანა იქ სადაც ინფრაწითელი მუშაობს, ძალიან ადვილია უკვე. ანუ შანსი 1/1000-ით რო გეზრდათ. იმიტომაც ჩამოვიტანეთ ეს აპარატურა, მაგრამ ეხლა საქმე იმაშია, რომ ამას ვინ დაიკავებს ხელში. თანარი ჩავახოთ არაძიება. აი ამასაც კი ვაკეთებთ, რომ როდესაც არ არის აქტივობა, სივრცეები გადავიღოთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პარანორმალური კვლევებისას. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოდელზე. სივრცეების გადაღებას. ჩავაქრო. არა, უბრალოდ გადაიღეთ.
Ready? Idealul suratia. Idealul suratia. აი ხედავთ, წითელ განათებას ვახმარ. რადგან ერთი კატეგორიულად არ შეიძლება. კარგია. გასაგებია. ეხლა მოდი სივრცე გადავიღოთ. ამ დიდი სივრცეები. აი მოდი ეხლა კადრში აჩვენე რა საფიქსირებს ისეთი განათება რომ მაყურებელმა იცოდეს. აი თუ ჩანს. შეხედეთ როგორ ჩანს კადრი, დააგვირდით მეგობრებო, ჩანს კარგად რომ წითელია. ტელეფონი. ნახეთ, აი ახლა გავწევ წითელ განათებას და ნახეთ რას მივიღებს. უყურეთ აბსოლუტური სიბნელე. ამიტომ აი დავაბრუნე წითელი ნათება, ილუმინატორული ნათება, ხაზგასმით ვამბობ, იმიტომ რომ ანუ თავის გამადიდებელი მინები უზის რომ ფართედ წაიღოს და გაშალოს. შუქი, აი ეს არის, ნახეთ პროფესიონალური მიდგომა, რატო იზარ. თუ ეს აპარატურა არ გაგაჩნიათ, ხო, პარანორმალური კვლევები დაიწყეთ უბრალოდ. იდეალური კადრია. ნახე რა. აი ეს არის პროფესიონალური მუშაობა. აჰა, ცოტა გამომადგები. რა მაინტერესებს? მოდი ეხლა რა ვქნათ, იცი? არავის არ უნდა დაგვაუწყდეს ის მომენტი, როდესაც შენობაში აქტიურობა არ არის, შესაძლოა მის გარე ტერიტორიაზე ხდებოდეს. ამიტომ ეხლა გავალთ გარეთ, მეგობრებო. და აუცილებლად გადავიღებთ შენობის პერიმეტრებზე ფოტოებს და ასევე ფანჯრებში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცივა და ქარია, ჩვენ უკვე ბროკებში თვალებში ძალიან წარია. ეს წითელი რომელთება თვალებში მაგარი უჭრელებს. ხო, ცუდია. Idealuri კადრია. კარგია. ამას მე ვნახოთ, მესამე სართულია. აი ფანჯარა, აი. ჩართე. მეგობრებო, დეტექტორებს უყურეთ რა შევა. მართალია წითელ ზონაზე არ არის, მაგრამ გვიფიქსირებს ძალიან ძლიერ ასტრალურ ზონას მესამე სართულზე ამოვედით უკვე. ზუსტად ნახევარი
შეავსო აპარატმა ჩემთან და სანდროსთანაც დაფიქსირებულია. აქ არის ძლიერი ასტრალური ზონა, მაგრამ ამჯერად ეს ზონა არის აბსოლუტურად თავისუფალი. ანუ თავისუფალი რას ნიშნავს? ამ დატვირთული ზონა არ არის. დატვირთული ზონა ნიშნავს, როდესაც ასტრალური გარემოა და არის ძლიერი, ასე ვთქვათ, სულის მოძრაობები და აქტივობები. აქ არის ძლიერი ასტრალური ზონა, აბსოლუტურად სარიელია, ამ დრომდე სულის მოძრაობა მასში რაიმე სულის გადმოსვლის ან ყოფნის მომენტი გამორიცხულია. უბრალოდ ზონაა და აი აქედან, სწორედ აი ამ ზონიდან ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ჩვენ სამყაროში გარდაცვლილთა სულები, დემონური ძალები და ბოლოტი ძალები. ვინაიდან ეს ნიადაგი აუცილებლად ჭირდებათ მათ იმისთვის, რომ ჩვენ სამყაროში შემოვაღწიოთ. ახლა ეს ზონა. როგორ არის თავისუფალი? აბსოლუტურად თავისუფალი. შენობაში მოძრავი სული იყო და ოფიცერს რომელიც გამოვიდა გადაგებული. ის სული ამანაა. გამოსვენას მოძრაობა კონტროლ. არა, სულია. ახლა მოგვიყვება შეიძლება. აკაცარი. Tita. ვასწავლების ზონა, ხება? შედარებით სუსტი ალბათ, მაგრამ არის. არის? ხება? ეს არის ისეთი Ai, akhatsa fiksirებს ეს. შენ ვიტყვი, რომ მესამე არის და აი, აქ არის ძალიან ძლიერი, ეგე. ვაფიქსირებ ეგე. მეგობრებო, აი, ნახე ცილცილდა. აი აქ. კი, აგერ ჩემი დოქტორის ანალოგიურად აჩვენებს სუსტად. აი, ეგე. არის ზონა, მაგრამ არ არის სული. ამ დროს თავი აბსოლუტურად ეს აპარატური არის მოდელი. ორი Kaige brakunis xma? 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 იქიდან, ხო? კი ბატონო. მეგობრებო, ეხლა რა შესაძლოა არის რა? ანუ რას ნიშნავს? აუ, ნახე. ვიწერ. აი, ბუჩი, საფუძვლზე. ოჰ, აქ ძალიან ძლიერი. ხა, გიხოწე, მოვაპარაკო.
ძალიან ძლიერ ზონაში გავართ ეხლა. უბრალოდ მე გავჩვდი რა. ხმები ის მოდა აქედან. და გავაჩერე სანდრო, მოვაღალებს. აშკარად ხმები. აი აგერ არის სანძლიერი. Ataliazi. Გავცელების გაკეთა უბრალოდ არის კამერა რამდენად დააფიქსირებს. შენი ფანარი გამართება. ანუ უბრალოდ კი არ გამართებ. მოდი. აჩვენე მოყურებელს. აი ხედავთ. აი ესე უნდა აჩვენებდეს. ჩანს ხო? მოიცათ ჩემი ფანარის ხმა. ჩანს. აი ხედავთ. ნახეთ რა ძლიერია და როგორ მატულობს ტალღები. ეს არის ასტრალური ტალღების გავრცელების არეალი. აი ყურეთ აპარატი რას გვიჩვენებს. ხედავთ ხო? ამოთახში. აი. შენ ხო? ამას უყურე. აწითლებს. აბარას. აწითლებს. აწითლებს ხო? იგი? ხო, იგი. ეს რას ნიშნავს? ეხლა ნახეთ, ესე იგი ეს ზონა რო გახსნილია და უკვე არსებობს შენობაში. ჩვენ არ ვიცით, რომ ამ დროისთვის არის თუ არა აქ რაიმე გადმოსული. ანუ მიცვალებულთა სამყაროდან არის თუ არა ეხლა ამ მომენტში რაიმე გადმოსული. ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ზონები რო არის, ეგ არის ზუსტად იმის საფუძველი და ნიადაგი რო ეგ მოხდეს. აი ამიტომ კამერას არ აღვთავს ეხლა. და მივიდივართ მუდმივ გადაღების რეჟიმში, რომ მომენტი რომელიც შესაძლოა გამოჩნდეს არ გავიქცეს ხელი. ეხლა ჩვენ კიდევ არ ვიცით ამ მომენტში, როდესაც ჩვენ მოძრაობთ, ხო, აი ამ ასტრალურ ზონაში. კამერამ რა დააფიქსირა, ან რა ხმები ისმის, ყურით ვერ ვიგებთ და თვალში ვერ ხედავთ, მაგრამ კამერა აფიქსირებს საქმეს მაგაში. და თუ გივინმე რამე ვთქვათ აი ამ სლოლობის დაგვირების გამოკლების პროცესში რამე შეამჩნიოთ, მე აუცილებლად დავიკომენტარეთ და დროები მიუწითეთ. ეს ჩვენი თხოვნა იქნება. ისე როგორ მოსახსოვდეს ჩამპალერეს ხარ. საკითხი ზონა აღარ ხედა. აი. ავოტაქსი არ წევდება. ის არის. იქ რა მოხდა მე არ ვიცი ვერ გეტყვი. ან შეიძლება ქირურგიულიც არის ეგ ადგილი. თუმცა ყალია რა არის. აი ქირურგიულ განყოფილებებში არის ეგეთი მომენტები, რომ პაციენტები მოუკვდებათ ხოლმე, ხო? სწორედ ესეთი ზონები იქნება მან. თუმცა ეხლა ეს განყოფილება ქირურგიულ ნამდვილად და რაღაც მეგობრებო, აი ჩვენ გაზეთ ეს ქირურგიული ნამდვილი არ არის. ამდენი ფანდერა ამერიკაში უფრო დახურული და უნდა იყოს,
ისე მოხდა. იმიტომ რომ კედლიდან არ იყო შესასვლელი და ვიცით და ოთახის სხვა არის, მაგრამ იგივეა. აი პარკი აბრილია და ფრთხილად რომ უთმანი. განავრევია, ხება პალატები, მაგაშია, 64. რომლის 14. ეს სხვაგან არ არის, ეგ ასტრალური იქ არის. აქ არცელდება. მე როგორც მახსოვს, მესამე სართულზე იყო თავდა შემოსასვლელში ძლიერი და რა თქმა უნდა ბოლოს ეს კიდევ დაფიქსირდა. ხო, უბრალოდ ზონები დია, მაგრამ ამ დროისთვის ის სულიც კი რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ, არც ეგ აღარ აჩანს. დავდეთ აგვეკიდა, მაგრამ არც ეგ აღარ აჩანს ამ დროისთვის. კარგად, მაგრამ მეგობრებო, შესრულდა 4 საათი, 10 აგვია, პრინციპში რო ვთქვა. ამ დროისთვის შენობა კი არ გაიღვიძა, არამედ პირიქით დაიძინა, მოდი ეგრე ვთქვა. აბსოლუტურად შეწყდა ყველანაირი აქტივობები, ხმები, რაც მანამდე ფიქსირდებოდა და იმედი მაქვს, რომ კამერამ ეს გადაიღო ეს ხმები და საშუალება მოგეცემა, რომ მოусვით ამ ყველაფერს. მაგრამ ამ დრომდე აბსოლუტურად ყველაფერი ჩაგვდა გარდა იმ ასტრალური ძლიერი ზონის, რომელიც რჩება მესამე სართულზე, მარჯვენა მხარეს შენობის. 2 ოთახი არის განსაკუთრებულად ძლიერ აქტიური ზონა, თუმცა იმ ზონიდან სულის გადმოსვლა და გავრცელება შენობაში ამ დრომდე არ ხდება, მაგრამ არნიშნავს, რომ ხვალზე, მაზე ერთთვის მერე აქ არ მოხდება ეგ ყველაფერი, მაგას გამოვლისხმობს და ეგ ყველაფერი უნდა მოხდეს, მაგრამ დღეს ახლა პარანორმალის შენობაში ყოფნისას მაქსიმალურად რაც ხდებოდა ეს ყველაფერი უკვე დაფიქსირებულია, ამ დრომდე სრული სიმშვიდე გვაქვს. ფოტოები გადაღებული გვაქვს, მაინც გავაკეთეთ ეგ ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში, როდესაც მაგას ვაკეთებდით, არ იყო მაგის საჭიროება, მაგრამ არსებობს შემთხვევითი კადრები და სწორედ ეს ბოლო ასე ვთქვათ სტადიაც გამოვიყენეთ იმ გაგებით, რომ მაინც ვცადეთ ის, რომ შესაძლოა გაიგო ესე. გაიგე? კი, გავიგე. ბათხანი იყო, ხო რაღაცა? კი. Rastlıyor ya. Mejor. 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 Mejor.
მომჩენებია შენ გაიგე. არა მეც გავიგე კამერას დაფიქსირა. გამოჩნდება აუცილებლად. ო, დიდი ბრაბონი იყო, მაგრამ რამ გამოიწია? აქ არაფერია ესეთი რომ ამ მიმართულებიდან იყო ხო სანდრო? სფერო ასე. ხიდალი იყო. არაფერი არ ხდება. აი. გვაქვს ყველანაირი აპარატურა, ძალიან ძლიერი აპარატურით ვართ მოსული და ამ ხნის გამოცემი მიზეზი თავისთავად პარანორმალური განაჩიარებს, თეორიულად შესაძლოა კარგად მოხდეს იმ საფერებთან. ხო, ხარიც არის და შესაძლოა არის რაღაც ის გახსოვს ის დიფტის როი შეიძლება ხო დარწმუნებული ვარ იმაში რომ სხვები ესეთ მომენტში ისე მოძუძგავდნენ აქედან რა რომ ის საერთოდ არ შეწოდინებოდეს გამომწვევი მიზეზი რა არის მაგათ არც კი დაინტერესებოდნენ მაგას რომ აიგებს მაგრამ თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ პარანორმალი ვართ და ასეთ რამეს არა თუ არ გავაკეთებთ არავით პირიქით დაინტერესებული ვართ იმით რომ აბსოლუტურად მივიდეთ და გავიგოთ კონკრეტულ ადგილზე რა ვითარება და რა ხდება თავით გადავიდეთ ასე რომ ასეთი რამე მოგწესე კარგი პრობლემა ხო, რაც გითხარით, მე სალაპარაკო აქ არაფერი ნამდვილად არ არის, შენობა არ არის რუსთავში, არ აღმოჩნდა რუსთავში, ეს ინფორმაციაც არასწორი იყო, არამედ რუსთავის მხარის არის. ხო, მიმდებარეთ არის ერთი სიტყვით და საერთოდ რუსთავს არ ეკუთვნის, მოდი ეგრე ვთქვათ პირდაპირ და ეს ჰოსპიტალი, რაც დადგინდა რა ჰოსპიტალი. კეთილი, ჩვენთან ერთად მუშაობდა სანდრა, ჩემი იცლები თანაშემწე, სანდრა ისე დაგვიდგეთ რომ გამოჩნდე. აი ეგრე ხო. შენს გითხარი რა, ნუ რა იყო ახლა დღევანდელი დღე. საინტერესო მიმდინარეობა იყო მაინც დღეს, რაც განვითარდა და როგორც განვითარდა ამ ტერიტორიაზე. თუმცა შემდეგ რა თქმა უნდა მოიკოჭლა. ბევრი რამე აღმოჩნდა სიცრუე, ის მოწოდებული ინფორმაცია რაც ჩვენამდე მოვიდა. თუმცა დანარჩენს უკვე ყველაფერს გაიგებთ. ახალ ვიდეოში. ნუ ახლა სიცრუე რა, მოდი ასე ვთქვათ, ის რომ კოლბები ვერ იპოვეთ, სადაც ადამიანის ორგანოები იყო, არ ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ, იმ დროს არ იყო, როდესაც ის ხალხი იყვნენ, ხო? შეიძლება იყო, ხო და ვიღაცამ ვთქვათ, გაკეთა, ანუ გადააგდო, რაღაცა, არ ვიცი, ვერ ვეტყვი, ვიღაცები ალბათ დადიან მათ დღისით, ხო? ვერ გავიგებთ ახლა მაგას, მაგრამ ის ინფორმაცია რა ის სამწუხაროა რომ ლეგები დახოცეს აქ კუთხში და ძალიან დიდი სისასტიკე არის და მართლა ყველას მოგიწოდებს ჩემო მეგობრებო რომ გაუფრთხილით ცხოველებს, ფრინველებს, ისინი ცოცხალი არსებები არიან, მათაც უყვართ, მათაც უნდათ სიცოცხლე და ძალიან გთხოვთ გიყვარდეთ და გაუფრთხილდით როგორც ერთმანეთს, ასევე ცხოველებს, ფრინველებს და მცენარეებსაც. კიდევ ერთი რაღაცა, შენობაში მოხდება სული, რომელიც დაყვებოდა საათს ამ დროისთვის და არ იყოფება ტერიტორიაზე. შესაძლოა რომ ასტრალი მოქმედი ასტრალი რომელიც არის გადავიდა მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არ იყო გარკვეული ადამიანის სული თავიდან ვიფიქრეთ რომ იყო, მაგრამ არა, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ენერგიით მოძრაობდა. არ ვიცი რატო ხდება ეს მეგობრებო, პარანორმალური შემოდიოთ შემთხვევის ადგილებზე, ნუ იქ უკვე ამ ბოლო პერიოდში ყოველ შემთხვევაში უკვე არაფერი არ ხდება, მადლობა ხოს მაგისტრის რა თქმა უნდა რომ ამათი რამე საფრთხე არის, ბუნებრივი არის გარიდებს კი. ეს აშკარა ხდება უკვე რას რო გადის და ჩვენთვის როგორ ვთქვა, დატვირთული მომენტები ამ ბოლო დროს აღარ აქვს, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ
ხო, სადღაც რომელიღაც ობიექტზე, ან რომელიღაც ოჯახში მუშაობენ და გამოვლინდება. ჯერ კიდევ ყველაფერი მთავარი წინ ველოდება, ეგ არ დაგვაუწყდეს. ხო, მართლა. ამაში დამოუკიდებლობა. ხო. ამ გამიცულა ეს არის მეგობრებო, შენობა რომელიც პარანორმალმა გამოიკლია, დასკვნა რა შეიძლება რომ გაკეთდეს. აგრესიული პარანორმალური მოვლენების შენობაში ამ დრომდე და საერთოდ ვიძახი ახლა ამ მომენტამდე არ არის არაფერი, არც ყოფილა ჩვენი აქ გამოკვლევის პერიოდში. ხმები ისმის, მაგაზე ორი აზრი არ არის, იმიტომ რომ გადაღებულია და ფაქტებად ამოღებული ვაქვს, რომ ისმის ხმები შენობაში, მაგრამ ის რომ რაიმე ძალა ადამიანებს თავს ესხმოდეს ან რაღაცაში თქვა აგრესიას ამჟღავნებდეს, გამორიცხულია და არ არსებობს. აქ ამ დრომდე ეგეთი სიტუაცია. თუმცა მაინც რა თქმა უნდა გავაკეთეთ ის რომ მიუხედავად ამისა, EGF-მდე კითხვები არ დასვათ EGF-ზე, იმიტომ რომ სურათების გადაღებამდეც ვერ ავედით, უბრალოდ ეს პარანორმალმა შემთხვევითი კადრების ამბავში გამოცდილებით ვიცით, რომ შესაძლოა დაფიქსირდეს რაღაც გარდაცვლილი ადამიანის სული და სხვა ადამიანებისთვის ეს საინტერესო იქნება არა პარანორმალისთვის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეგეცულებს საერთოდ არ ვაქცეთ ყურადღებას პირდაპირ ვიძახი. ის აგვეკიდა, ხო სწორია სანდრა? კი, აგვეკიდა და დაყვებოდა ფეხდა ძალიან დიდი ხანი. კი, დიდი ხანი. და პლუს კიდე ერთ რამეს დავამატებთ, რომ მანქანაში რომ ჩავედით, ანუ შესასვენებლად, იქაც კი მოგვაკითხა და მანქანაში ჩავჯექთ მანქანაში ზუსტად. აი, რამოდენიმე წუთში ერთ-ერთი დეტექტორი აკილდა და მივხვდით, რომ ის ჩვენს გვერდზე იყო. კი, ზუსტად მანქანაშიც კი ჩვენთან ერთად იჯდა, წარმოიდგინეთ. ამიტომ ვიძახი, რომ ასეთ ტერიტორიებზე, მიტოვებულ ადგილებზე, თუნდაც იმიტომ არ უნდა იაროთ, რომ შემთხვევითი სული არ მიიღოთ უკვე ოჯახში, საკუთარ ოჯახში, რომელიც თვითონ იმ მიტოვებული ადგილიდან გამოყვებათ და ჩვენ რა თქმა უნდა ამას ვაზღვევთ. იქიდან გამომდინარე, რომ აქედან ხა ისე არ მიდივართ, რომ არ დავაზღვიოთ ის, რომ აგრიშენებიდან რაღაც არ გავიყოლოთ. ეგ როგორ ხდება, ამიხსნით, მოკლედ, სანამ მანქანაში დაждებით და წახვალთ, ანუ აუცილებლად უფალს მოუხმეთ, მადლობა გადაუხადეთ იმისთვის, რომ სასალამად იტოვებთ ტერიტორიას და შესთხოვეთ, რომ დაცული იყოთ. პლუს ამას კიდე დაკვრთხი წყალი რომელიც გვაქვს, თავისთავად უკვე მანქანასაც ვაკურთხებთ და უკვე გამორიცხული. ვაკურთხებთ რა გაგებით, უყურეთ, რომ ნაკურთხი წყლით ჯერს გადავსახავთ. ხო, მაგას ვიძახი რა, თვითონ მანქანას იქაც ვაპყურეთ და აქედან გამომდინარე უკვე არანაირი შანსი აღარ რჩება ბოლო ძალასაც იმის, რომ იქ დაждდეს და გამოყვეთ და ასე შემდეგ, ხო ხდება. ანუ ეგეთი რა უკვე არ არსებობს. ელემენტარული ეს დაზღვევა. და სხვათა შორის კიდე. შენობის სადაც მიმდინარეობს აგრესიული მოქმედებები, ხო? აპარატურა პარანორმალს ბევრჯერ დაუზიანდა და ნაკურთხი წყალი იცავს, ნამდვილად იცავს აპარატურას დაზიანებისგან და უარყოფითი ენერგიებისგან, ისე რომ იცოდეთ. ხო, ნახავდეს მეგობრებო.